საღამოშვიდობის მოგესალმებით, მეგობრებო. ეხლა ამ წუთში ვიმყოფებით გლდანის დეპოში, სადაც მიმდინარეობს მეტროს ვაგონების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მოწესრიგება ჩვენი დედაქალაქისთვის არის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით უკვე გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული. ასევე გაჟღერებული გვაქვს ის, რომ ავტობუსების პარკი 2019 წლის ბოლოსთვის ის ყვითელი ავტობუსები, რომელიც დღეს დედაქალაქში მრავლად არის, რომელსაც რესურსი ფაქტიურად ამოწურული აქვს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თვითონ ავტობუსები, მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. მეტროთი ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება და ახლობით 400,000 მგზავრი გადაყავს ყოველდღიურად მეტროს შემადგენლობას და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოცდის დრო იქნეს შემცირებული. დღეს თუ არის 3 წუთამდე, გვინდა კიდევ უფრო შევამციროთ და დაახლოებით 2 წუთამდე დავიყვანოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დამატებითი შემადგენლობების შეძენა, არსებულის რეაბილიტაცია, რომ კიდევ უფრო კომფორტული გახდეს მგზავრობა. ჩვენ დღის მდგომარეობით ამ 1 წლის განმავლობაში, რაც ოფიციალურად შევუდექით ჩვენ საქმიანობას და მოგვეცა ამის უფლებამოსილება, დაახლოებით 4 შემადგენლობა დავამატეთ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. გვაქვს ჯერ კიდევ პრობლემები ამ მიმართულებით და დღეს უკვე გამზადებულია, მაგრამ რამდენი გვყავს ზუსტად გამზადებული წლის ბოლოსთვის ერთი შემადგენლობა მზად არის. 2 შემადგენლობა შემოვა და იანვარ-თებერვალში ველოდებით კიდევ ერთ შემადგენლობას. ანუ 4 შემადგენლობა იქნება, რომელიც დაემატება საბურთალოს ხაზს ამატებთ, ხო? ეს შემადგენლობები დაემატება 3 ძირითად ხაზს და 1 საბურთალოს ხაზს, თუმცა მეორე ეტაპი გვაქვს უკვე რომ როგორც თქვენთან შევთანხმდით, საბურთალოს ხაზი დღეს არის 3 ვაგონიანი და გახდეს 4 ვაგონიანი. და ამით დაახლოებით 25% გაიზრდება საბურთალოს ხაზის გამტარობა. ძალიან მნიშვნელოვანია. მე თქვენ გაჩვენებთ ეხა დიზაინს, როგორი იყო ძველი მეტროს ვაგონები, აი ეს არის ძველი, თუ როგორ გამოიყურებოდა და ეხლა გაჩვენებთ რეაბილიტაცია, რომელიც ჩაუტარდა. ეს ერთი შემადგენლობა, რომელიც უკვე სატესტო რეჟიმში არის, გადმოყვანილი აქ გლდანის დეპოში. ეს არის ახალი წინა ცხვირი, რომელიც ძალიან ლამაზია და ეფექტურია. ეს არის უკვე რეაბილიტირებული, რომელიც მზად არის იმისთვის, რომ ძალიან მალე უკვე მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას, სატესტო რეჟიმში იმყოფება. ეხლა ვნახოთ შიგნითაც თუ რა გაკეთდა, როგორ არის მოწყობილი. ეს არის მემანქანის ადგილი. სხვათა შორის უნდა გითხრათ ისიც, რომ ძველ მეტროს ვაგონებს აქვს სარკეები, რომელიც ამ ახალ შემადგენლობას არ ექნება და ვიდეო კამერებით იქნება, აი თქვენ გაჩვენებთ ეხლა, ვიდეო კამერებით ექნება შესაძლებლობა მემანქანეს აკონტროლოს სიტუაცია. მთლიანად ახალი მოწყობილობებით იქნება, მოწყობილობებით იქნება გაკეთებული რეაბილიტაციის შემდეგ. ადგილით საკმაოდ დიდია და ასევე სიახლე რაც დაემატა, ეს არის კლიმატ კონტროლი, ხო? კლიმატ კონტროლი დაემატა მემანქანეს შიგნით. დამოუკიდებელი კლიმატ კონტროლი იქნება და ეხლა შიგნით შევიდეთ, ნახოთ. აი ასეთი იქნება. ეს აღჭურვილია ასევე მონიტორებით, სადაც მოცემული იქნება თუ რომელი სადგურზე გაჩერდება და რომელი იქნება შემდგომი მომდევნო სადგური, რომელი იქნება. და ასევე დავიტანთ იმ სადგურზე თუ რომელი ობიექტები არსებობს, თქვა კინოთეატრია თუ უცხოელებისთვის და ასევე შეშმოყრებისთვის. ძალიან კარგი, ასევე აღჭურვილი იქნება სათვალთვალო ვიდეო კამერებით, რომ შიგნით კონტროლდებოდეს სიტუაცია ყველანაირად უსაფრთხოების თვალსაზრისით. ასევე მოცემული იქნება სპეციალური ტელეფონისთვის დამტენები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, საინტერესოა. ძალიან ლამაზია და რაც თავარია, ეს ყველაფერი კეთდება საქართველოში. აი ჩვენ ახლა ვხედავთ აქ ვაგონებს შორის არის კარები, რომელიც ეს
სამომავლოდ ამას აპირებთ, ხო, ეს რომ სამომავლოდ იქნება მთლიანად ერთი შემადგენლობა. ერთი შემადგენლობა იქნება კარების გარეშე, ხო, როგორც ევროპული ვაგონები არის, ანალოგიურად იქნება აქაც. ანუ ჩვეულებრივად ამ კარებების გარეშე იქნება შესაძლებელი ერთი ვაგონიდან გადასვლა მეორე ვაგონში. ეს რამდენ ხანში დასრულდება ამის ტესტირება? ამის ტესტირება დასრულდება შემდგომ კვირაში, მაქსიმუმ 5-7 დღე არის მოცემული. 5-7 დღეში უკვე შესაძლებელი იქნება რომ ეს შემადგენლობა მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. ძალიან მიხარია, ძალიან კარგია რომ ეს ყველაფერი საქართველოში კეთდება, საქართველოში ხდება ამ ვაგონების რეაბილიტირება. ცხადია ის მასალები უცხოეთიდან შემოგვაქვს კომპანიას, რომელიც ამის რეაბილიტირებას ახდენს. და მნიშვნელოვანი ასე იმ თვალსაზრისით, რომ დღეს რომ ადამიანებს უწევთ ლოდინი გარკვეული წუთები, ჩვენ ამ მოცდის დროს აუცილებლად შევამცირებთ იმით, რომ დავამატებთ დამატებით შემადგენლობებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს მომდევნო წლების განმავლობაში ყველაზე კომფორტული, ყველაზე სწრაფი და უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც ავტობუსები, ასევე მეტრო, რადგან ძალიან დიდი გზავრთა ნაკადი გადაყავს დღის განმავლობაში. სხვა დანარჩენ სიახლეებსაც მომდენო დღეების განმავლობაში აუცილებლად მოგაწვდით. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ შევცვალოთ არსებული რეალობა, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ უპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაწუხებს თითოეულ ჩვენთაგან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი დაპირება იმ დაპირებებს შორის და მგონია, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომ ეს ყველაფერი იქნეს მოწესრიგებული და მოგვარებული. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ და ძალიან მალე შევხვდებით ისევ ერთმანეთს. მადლობა და ალბათ დროებით. ბედნიერად.